ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდე უპასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან მაესტროზე. საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ჩვენ დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას თბილისის მასშტაბით უდალ ტოლულთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის გადადგომას მოვითხოვთ. ადამიანებმა, რომლებმაც დევნილი ნანა ფიფია თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ამაზე პასუხი უნდა აგონ. განაცხადა დღეს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარემ. მიუხედავად იმისა, რომ წინა საახალწლოდ დაგეგმილი გამოსახლება იანვრის შუა რიცხვებამდე გადაიდო, დევნილები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ კარვების გაშლას და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. დევნილებს მხარს ოპოზიციური პარტიებიც უჭერენ. ამ თემაზე დღეს თინა ხიდაშელთან ვისაუბრებთ. გადაცემის მეორე ნაწილში პირდაპირ საუბარი ვასილ მაღლაფერიძესთან. რატომ არის მოდელირებული ქრონიკა დღესაც აქტუალური და არის თუ არა მედიის მდგომარეობის გაუარესება მსოფლიო ტენდენცია? თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია თინა ხიდაშელი. ქალბატონი თინა, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. დაკმაყოფილებულ ადამიანებს მეორეჯერ ვეღარ დავაკმაყოფილებთ. ეს პროცედურები შეთანხმებულია ყველა სტანდარტთან, ნაწილს კომპენსაცია აქვს აღებული, ნაწილს კოტეჯი, ნაწილს ფართი აღმოაჩნდა. არსებობენ დევნილები, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ და მათ უნდა დავეხმაროთ ჩვენ და არა იმათ, ვისაც უკვე ერთი რაღაც გააჩნიათ და კიდევ ვითხოვს მეორეს და მესამეს. ეს არ მოხდება არავითარ შემთხვევაში. ქალბატონი თინა, სიტყვა სიტყვით წაგიკითხეთ ახლა ის რაც განაცხადა დღეს კობა სუბელიანის იმ დევნილების შესახებ, ვინც საპროტესტო აქციებს მართავს. თუ გაქვთ თქვენ ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, მართლაც აქვთ ამ ადამიანებს რაიმე სახის კომპენსაცია მიღებული და ტყუილა დაპროტესტებენ? ტყუილა აქვთ ეს აქციები? მოგესალმებით. სულ ერთ წუთს გთხოვთ, სანამ დევნილებზე ვისაუბრებთ, უბრალოდ არ შემიძლია, რადგან დღეს ეთერის შესაძლებლობა მაქვს ბელორუსიაში მიმდინარე ამბებს არ გამოვეხმაურო და იმ სრულად უპასუხისმგებლო მოქმედებას, რომელიც კიდევ ერთხელ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიჩინა, მაშინ როდესაც ეუთომ არ აღიარა ეს არჩევნები, მაშინ როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს განცხადებას, რომ მათ გაუჭირდებათ გამარჯვება მიულოცონ რომელიმე კანდიდატს გამომდინარე იმ დარღვევებიდან, რომელიც იყო ამ არჩევნებზე, უცბად ჩვენ ვიგებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონით მიულოცა გამარჯვება ლუკაშენკოს. ჩემის აზრით ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 2006 წელს ასეთი აჟიოტაჟი ატყდა საქართველოში, როდესაც გივი თარგამაძე პერსონა ნონ გრატად იყო რამის გამოცხადებული ბელორუსიაში, როდესაც სწორედ ლუკაშენკოს მიერ ორი ქართველი ჟურნალისტის დაპატიმრების გამო ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ჩვენთან და საერთაშორისო არენაზეც და მაშინ 9 აპრილს 2006 წლის 9 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ეს ორი ადამიანი საქართველოში დაბრუნებულები ღირსების ორდენზე წარადგინა. დღეს ხდება რა, რომ თუმცა ამას ხსნიან ქალბატონი თინა ძალიან პრაგმატული მიზნით, ანუ იმის გამო ხდება ეს, რომ ბელორუსია არ აღიარებს აფხაზეთს და ოსეთს და გასაგებია, ეს აღიარება მოხდეს მომავალში. გასაგებია, მაგრამ ჯერჯერობით აფხაზეთი და ოსეთი ფიდელ კასტროსაც არ უღიარებია და იმედი მაქვს, რომ არაპირებს ხვალ სააკაშვილი ჩავიდეს მეგობრული ვიზიტით და ფიდელ კასტროს დემოკრატობაზე ისაუბროს, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალ რისკებზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გასაგებია, სახელმწიფოებს შეიძლება ჰქონდეთ რაღაცა კონკრეტული ინტერესები, მაგრამ შეუძლებელია ამ კონკრეტულ ინტერესებს გადავაყოლოთ ყველაფერი დანარჩენი, რაც სახელმწიფოს არსებობისთვის არის მნიშვნელოვანი, პრინციპული და პრიორიტეტული. რას აკეთებს დღეს ჩვენი ხელისუფლება? ულოცავს გამარჯვებას, რაღაც სრულიად მარგინალურ ნაბიჯს დგავს, აფინანსებს გამარჯვების კონცერტს და დიასპორის საქმეთა მინისტრი იმყოფება მინსკში, რომელიც სცენიდან ხდება მილოცვა სწორედ ლუკაშენკოსთვის და გივი თარგამაძე იქ არის და დღეს მას არანაირი პრობლემები აღარ აქვს მინსკში. და ადამიანი, რომელზეც სააკაშვილი 2 წლის წინ საუბრობდა, რომ ის ევროპის ბოლო დიქტატორი იყო, დღეს მისი დიდი მეგობარია. ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ევროკავშირთან მეგობრობის პარტნიორობის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის პარტნიორობის დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს, ასე იქცევა. 9 ოპოზიციონერი კანდიდატიდან 7 არის დაპატიმრებული. 2 ოპოზიციური კანდიდატი გაქრა საავადმყოფოდან, იმის შემდეგ რაც მძიმედ ცემეს
და შემდეგ კგბ-ს იზოლატორში აღმოჩნდა. შეიძლება რომ საქართველოს ასეთ ვითარებაში არ გამოხატავდეს საკუთარ პროტესტს და ესეთი რაღაცა სრულიად გაუგებარი განცხადებები. საერთაშორისო თანამეგობრობა, თუმცა თუნდაც შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ან ევროკავშირი ვერ გაიგებენ იმ მიზეზს, რა მიზეზითაც მიხეილ სააკაშვილი ამას აკეთებს. გაუგებარი იქნება. ამ შემთხვევაში ჩემთვის არ არის მთავარი ამერიკის შეერთებული შტატები გაგვიგებს თუ არ გაგვიგებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ღირებულებები არ არსებობს, მისთვის დემოკრატია, როგორც ესეთი ღირებულება არ არის, რომ მისთვის ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ბედი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკურ პროცესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი ესე ერთპიროვნულად შეუძლია მას მიიღოს გადაწყვეტილებები და სრულიად სამარცხვინო იყო თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსული მედიის მიერ ამ მილოცვის გახმაურების შემდეგ იძულებული გახდნენ ისინი ეღიარებინათ. ანუ როგორც ჩანს ისინი ხვდებიან რომ პრობლემა ამ აღიარებაში და კარგად იცით თქვენ ჟურნალისტებმა რომ იყო მანანა მანჯგალაძის პრესკონფერენცია სადაც მან თქვა რომ ამ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ და შემდეგ უკვე როდესაც რუსულ მედიაში ეს გამჟღავნდა რაღაცა სრულიად გაუგებარი კომენტარი გაკეთდა და დადასტურება ოღონდ რაღაცა გაუგებარი ახსნა როგორ ფიქრობთ იყო მცდელობა რომ დაემალათ ეს მილოცვის ფაქტი ესეთ ალბათ რაღაც მომენტამდე ისინი შეეცდებოდნენ საერთოდ დამალვა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ისინი შეეცდებოდნენ ცოტათი გადაეწიათ, ნუ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები რაღაც დაახლოებით ესეთ მოლოდინში. უბრალოდ არ შემეძლო ეს არ მეთქვა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის თავარი პრობლემა. აი ესეთი მიდგომები, ორმაგი სტანდარტები, ღირებულებების უგულებელყოფა დემოკრატიის მიმართ ერთგულების ნულოვანი ნიშნული და ამიტომ ვართ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ვართ ლუკაშენკო, რომელსაც სააკაშვილი 2 წლის წინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ აცხადებდა ევროპის ბოლო დიქტატორად, დღეს მისი მეგობარია და მათ პრინციპში ბევრი რამ არც განასხვავებთ. ის არჩევნები, რომელიც ლუკაშენკომ ჩაატარა, შორს არ არის იმ არჩევნებისგან, რომელსაც სააკაშვილი ატარებს, ამიტომ როგორც ჩანს, საქართველოში არ დაუჭერიათ ჯერჯერობით. ხო, ჯერჯერობით არ დაუპატიმრებიათ ოპოზიციის ლიდერები, თორემ ძალიან ბევრი აქტივისტი და ოპოზიციის განსაკუთრებით რეგიონებში წარმომადგენლები დააპატიმრეს, ისე რომ ნახევარი ნაბიჯი უკლია ბოლომდე ლუკაშენკოთ ქცევამდე. თქვენს შეკითხვას რაც შეეხება თქვენი მოსაზრება ამ თემაზე, ხა კიდევ ნილების საკითხს კი ბატონო. დევნილებთან დაკავშირებით მაყურებელი რომ უბრალოდ შევიდეს ასე ვთქვა ჩვენ საუბარში. კობა სუბელიანმა დღეს განაცხადა, რომ მის დევნილები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ, არიან დაკმაყოფილებული ან საცხოვრებელი ფართით ან კომპენსაციით. მართლაც ასეა, გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? მოგახსენებთ, პირველ რიგში თავისთავად იმის თქმა, რომ ყველა დევნილი, რომელიც აპროტესტებს, უკვე დაკმაყოფილებულია, უკვე ადასტურებს არასერიოზულობას ამ განცხადების. შეუძლებელია კობა სუბელიანმა სახელობითად იცოდეს, ახლა დღეს ვინ იმყოფებოდა იმ მიტინგზე და შესაძლოა კონდეს ასევე ყველა ისტორია, ყველა იმ ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, ხო? ეს ადასტურებს მიდგომას. როდესაც ჩვენი ხელისუფლების მიდგომა მოსახლეობის მიმართ, ადამიანების მიმართ არის კოლექტიური. და მე პირველი დღიდან დევნილების გამოსახლება რაც დაიწყო ზაფხულში, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. შესაძლებელია, მე ვერ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, და ვერც ერთი ადამიანი საქართველოში ვერ გამორიცხავს, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც თქვათ ერთხელ კომპენსაცია მიღებული აქვს, არის უმძიმეს მდგომარეობაში და კვლავაც ითხოვს დახმარებას სახელმწიფოს. ეს შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია სახელმწიფო მოქმედებდეს ესე ჯგუფურად, რომ დღეს ვასახლებთ ყველას, მაგალითად, ჰოსპიტალის შენობიდან. და ყველა მიყვავს ფოცხო ეწერში. და საერთოდ არ გვაინტერესებს ვინ ცხოვრობს იქ, რა ისტორიები, როდის შევიდნენ, როდის შესახლდნენ, რა ნებართვით შესახლდნენ. ანუ ინდივიდუალური უნდა იყოს. კი, მე ჩვენ ვითხოვდით რესპუბლიკელები, რომ მიდგომა დევნილების მიმართ ყოფილიყო ინდივიდუალური. ყველა დევნილთან და ყველა დევნილ ოჯახთან დაკავშირებით ინდივიდუალურად ყოფილიყო გადაწყვეტილება გამოტანილი სამინისტროს მხრიდან, იქნებოდა ეს კომპენსაციასთან დაკავშირებული, ალტერნატიული ფართის შეთავაზებასთან, რეგიონში გასახლებასთან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულია დევნილების მდგომარეობა ერთმანეთისგან. ყველანაირ შემთხვევას შეხვდებით და ეს შკალა არის უზარმაზარი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ქალბატონ თინა დევნილი, რომელიც კარავში ათენებს ღამეს, შიმშილობს სამინისტროს ეზოში, რომელიც საკმაოდ სიუამინში ქუჩაში გადის და საპროტესტო აქციას მართავს. ეს ხომ მეტყოლებს იმაზე, რომ ამ ადამიანს არ ულხის არავითარ შემთხვევაში, რომ მქონდეს რაღაც კომპენსაცია მიღებული. არ არის სახელმწიფო ვალდებული, რომ ასეთ ადამიანებს გაუწიოს ანგარიში და თუნდაც რაღაც დახმარება კიდევ მიაწოდოს. მოდით კომპენსაციის იმ შემთხვევაშიც თუ აქვთ რაღაც ნაწილი ამ დახმარების მიღებული. მე არ ვიცი ხა ისე ვამბობ, რომ ძალიან რთულია ესე. ანუ ერთხელ დაგეხმარე და დამთავრდა. შენ აღარ ხარ ჩემს დაქვემდებარებაში, აღარ ხარ ჩემი მოქალაქე. რა თქმა უნდა, ხმე სუბელიანს ვერ დავემსგავსები და ესე კოლექტიურად ვერ ვილაპარაკებ ყველას, მაგრამ მაგალითად მე ვინც ვნახე დღეს იქ დევნილები, ვინც მე პირადად ვისაც შევხვდი და გავესაუბრე. მათ ნაწილს მე ვიცნობ, ისინი ნამყოფი არიან ჩემთან საკრებულოში, მე მათი საქმეებიც მოქვს და ზუსტად ვიცი, რომ არანაირი არც კომპენსაცია არ მიუღიათ ხელისუფლებისგან და საერთოდ არც ერთი იმ პრივილეგიით არ არის პრივილეგიით ჭყალებში თუ ეს პრივილეგია, მაგრამ
სამართლის ენაზე ასე ქვია, რაც რითიც დევნილები უნდა სარგებლობდნენ. აბსოლუტურად არაფრით. და ეს არის ტყუილი, რომ ყველა ვინც აპროტესტებს თურმე, ყველა არის ის დევნილი, რომელსაც უკვე რაღაცა მიღებული აქვს და ეხლა აშანტაჟებს, როგორც ერთხელ გითხრეს ჩვენ, ხელისუფლებას თქვათ იმითი, რომ კარავში იზის და აი ამითი აშანტაჟებს და ითხოვს რაღაც. ეს არ არის სიმართლე, რა თქმა უნდა. ამით რა შევა ხელისუფლებას პასუხისგებლობას იცილებს. ხელისუფლებას იცით რა არის ორი ამბავი აქვს. ერთი კომფორტი აქვს ნაციონალური არხებით შექმნილი, რომ რასაც იტყვის იმას სიმართლედ მოყიდიან მერე და ამის ქექვას არავინ არ დაიწყებს, ამიტომ თქვათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტირაჟირება ამ ტყუილის როდესაც ხდება უკვე ძალიან რთულდება ჩვენი მხრიდან სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა და მეორეს მხრივ იმის გამო რომ მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია ინფორმაციები იმის გამო რომ გამჭვირვალეობის ხარისხი ამ სამინისტროში ნულოვანია აქვთ იმის განცდაც რომ თქვათ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები უпростоრეთ ობიექტური ჟურნალისტები რომლებიც შეეცდებიან ეს ინფორმაცია მოიძიონ ამ ინფორმაციას საბოლოო ჯამში სრულყოფილად ვერასოდეს ვერ მოიძებენ ამიტომ ამისი შანსიც აქვთ რომ რაღაცნაირად აი ეს ტყუილი აქაც გაიტანონ მით უმეტეს რომ მათ შეუძლიათ და ჩვენ ვნახეთ სხვათა შორის ძალიან სამარცხვინო რეპორტაჟები ტელეკომპანია იმედის ეთერში სექტემბერში აი პირველი გამოსახლებები, როდესაც დასრულდა იმის შემდეგ, როდესაც ისინი პირდაპირ დევნილების შანტაჟზე და ტერორიზებაზე იყვნენ გადასულები. მათ კონკრეტული ოჯახების ისტორიებს გვიყვებოდნენ, რომლებსაც კი, შესაძლებელია მე იმ ისტორიებს ვერ დავადასტურებ, ვერც შევიტან, რომ რომელიღაც X კონკრეტულ დევნილს ჰქონდა, თქვათ, გაყიდული ფართი, რომელიც თავის დროზე სახელმწიფოსგან ჰქონდა მიღებული. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის უმრავლესობა რა მდგომარეობაში არა. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამას ვისმენთ. უпростоრეთ დანარჩენი საქართველოს, რომელიც თქვენ ვერ გიყურებთ და ტელეკომპანია კავკასიას ვერ უყურებს, მხოლოდ ამას ისმენს. ამიტომ ჩდება განცდა. დანარჩენი საქართველოს უყურებს დევნილების მინისტრს, რომელიც დევნილების გაცხარებული აქციების დროს მონაწილეობას იღებს გასართობ თამაშებში იგივე იმედზე. კი, იმიტომ რომ მას ეს პრობლემა არ აწუხებს დევნილების მთავარი პრეტენზია კობასუბელიანის მიმართ წინამდვილეში თუ აი ეს ყურადღებით მოусმენ და ბევრს მოусმენ მათ ხო მათ წუხილებს არ არის ის რომ კომპენსაცია არ აქვს მიღებული ან კოტეჯით არ არის დაკმაყოფილებული მათი მთავარი პრეტენზია არის სწორედ უგულისხმობა და დამოკიდებულება რომელსაც სამინისტრო მათ მიმართ იჩენს როდესაც ამ ადამიანებს აქვს განცდა რომ საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ხელისუფლებაში არავის მათი ბედი არ აწუხებს არავის იმედი არ შეიძლება კონდეთ და ისევე გაწირა ისინი ამ ხელისუფლებამ როგორც თავის დროზე როდესაც ისინი აფხაზეთიდან ან ცხინვალის რეგიონიდან გამოაწევეს და ამაზე წუხან ყველაზე უფრო მეტად სანამ ვიდრე ვთქვათ აი იმ კონკრეტულ ყოფით პრობლემებს რომელიც აქვს მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი წუთით მინდა კომპენსაციების საკითხი შევეხო იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი სპეკულაციების თემა იყო რას ნიშნავს რომ აი როდესაც სუბელიანი ამბობს რომ კომპენსაციებით ეს ხალხი უკვე დაკმაყოფილებულია და მე ვერ დავეხმარები იგივე ადამიანებს ხო აქ ჩვენ რამოდენიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე ჯერ ერთი ეს ძალიან წესიერი ხალხია დავიწყოთ აქედან და გასაგებია რომ სუბელიანი საკუთარი კრიტერიუმით უდგება ადამიანებს მაგრამ ამის უფლებას იმედია რომ დევნილები მას არ მისცემენ ეს არის ძალიან წესიერი ხალხი და მათ ძალიან კარგად იციან როგორი გაჭირვებულები არიან როგორც სხვა დანარჩენი დევნილები ასევე არადევნილი მოსახლეობა ამ ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ რომ მათი 99% თუ კი კანონით რაც ეკუთვნით მიღებული აქვს არასოდეს მათ ესენი არ არიან ბოდიშსვიხტი ამ სიტყვისთვის მაგრამ ისინი არ არიან მათხოვრები ისინი არიან ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი ჩვენი თანამოქალაქეები რას გულისხმობს მაგალითად სუბელიანი სავარაუდოდ მაგალითად მე ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა უამრავი დევნილი მოგიყვებათ თქვენ ამას თუ მიბრძანდებით და მათგან ინტერვიუებს ჩაწერთ რომ მე მაგალითად კონკრეტული ოჯახით შემიძლია ვთქვა რომ ხო გვარი არ მინდა ვთქვა იმიტომ რომ პერსონალური ინდივიდუალური საკითხია ხო არის ქალბატონი რომელიც თავის ორშულთან ერთად ცხოვრობდა ერთ-ერთ სოფელში ცხინვალის რეგიონში გაცილებული აქვს მას 17 წელია დევნილთა სამინისტროში ქმარს აღებული აქვს კომპენსაცია ისიც დევნილი დევნილთა სამინისტროში მას ეუბნებიან რომ თქვენ ერთი ოჯახი ხართ და ერთ ოჯახზე კომპენსაცია უკვე გაიცა მიბრძანდით და თქვენ ქმართან ერთად იცხოვრეთ აი ამას თუ ეძახიან რომ ოჯახის წევრს აღებული აქვს კომპენსაცია და ამიტომ იმავე ოჯახის წევრს ვერ მოსწევს მაშინ გასაგებია რატომ არ უდგებიან ინდივიდუალურად ამ ოჯახებს მართლაც იმიტომ ქალბატონო ეკა რომ იყო ფული რომელიც ამ ადამიანებზე იყო გამოყოფილი დევნილების დახმარებაზე და აღარ არის ეს ფული აღარ არის ეს ფული იმიტომ რომ იმ პერიოდში როდესაც უნდა მომხდარიყო დევნილების დაკმაყოფილება იყო არჩევნები და ეს ფული სხვა რაღაცას მოხმარდა. იმიტომ რომ კობასუბელიანს ცხოვრებაში როგორც ჩანს, როგორც მინისტრს, და ამ შემთხვევაში მხოლოდ როგორც მინისტრს ვეხებ. სხვა პრიორიტეტები აქვს და არა იმ ფუნქციების განხორციელება, რომელიც მას როგორც სამთანამდებობის პირს ევალება.
მაგალითად მე სადღაცას ვწერდი ამას წინებზე რომ თქვენ ბრძანეთ რომ გასართობ შოუებში მონაწილეობსო. ეს ერთი უკიდურესობაა, მაგრამ ასეთივე უკიდურესობაა კობე სუბელიანი ვენახში, კახეთში, როდესაც ყურძენს კრებდა, იმიტომ რომ მას იმდენი საქმე აქვს, წესით იმდენი პრობლემა აქვს, რომ ამისთვის არ უნდა ეცალოს, რომ სახელმწიფო პიარ კამპანიებში ღებულობდეს მონაწილეობას. თუმცა იგი სუბელიანი აცხადებს რომ დახმარებები არ ამოწურულა მაგალითად. დახმარებები არ ამოწურულა, მაგრამ ორი ომი გავიდა, 2 წელი უკაცრავად 2 წელი გავიდა ომის შემდეგ. და სრულიად გაუგებარია რა პასუხი აქვს სამინისტროს და არც ერთხელ მას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუწია. რა პასუხი აქვს სამინისტროს იმ ათასობით დევნილის მიმართ, რომელმაც ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე დაწერა, უარი თქვა კოტეჯზე და დაწერა მოთხოვნა კომპენსაციაზე. 2 წელი გავიდა. და ეს სოფლები ფიზიკურად აღარ არსებობს. აქ ხო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ მაგალითად ვიღაცას ერგნეთში სახლი დაეწო. ეხლა თბილისში ცხოვრობს და ის ითხოვს, არა, მათი უმრავლესობა უკან დაბრუნდა, სადაც დაბრუნება შესაძლებელი იყო, იქ ეს ადამიანები დაბრუნდნენ, მაგრამ თამარაშენი, აჩაბეთი, კეხვი, ქურთა და კიდევ ძალიან ბევრი სხვა სოფელი უბრალოდ ფიზიკურად აღარ არსებობს. ამ ადამიანებს რომც ხვალ კოკოიტის ხელისუფლებამ დაბრუნების ნება მისცეს, დასაბრუნებელი არა აქვს, იმიტომ რომ მათი სოფლების ადგილებზე სამხედრო ბაზებია, ხო? ეს ხალხი იქ ცხოვრობდა. თბილისში მეორე და მეშვიდე სახლები არ ქონდა. რა პასუხი აქვს დევნილთა სამინისტროს? სად უნდა წავიდნენ? ან სად ცხოვრობდნენ ამ 2 წლის განმავლობაში? ვინმე მივიდა, მოიკითხა და კიდევ ერთი პრობლემა. დევნილებს მოგეხსენებათ, რომ გარდა ვთქვათ იმერჯერადი კომპენსაციისა, რომელსაც ისინი იღებენ, აქვთ სხვა ტიპის, ვთქვათ, შეღავათები. მაგრამ ვიდრე გავაგრძელებდეთ მაგ თემაზე საუბარს, ცნობილია ყველასთვის, რომ წინა საახალწლოდ ხელისუფლება გეგმავდა დევნილების გამოსახლებას თბილისის რამდენიმე შენობიდან და მათ რეგიონებში გადასახლებას. თუმცა მოხდა ისე, რომ გადაიდო ეს გადასახლება იანვრის შუა რიცხვებამდე. თქვენი აზრით, რა მიმოქმედა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე? იყო თუ არა ეს საზოგადოების აქტიურობის შედეგი, თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხს მივიღებ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია თინა ხიდაშალი. ქალბატონი თინა, ხელისუფლება გეგმავდა დევნილთა გასახლებას თბილისიდან წინა საახალწლო პერიოდში, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. რა იყო თქვენი აზრით ამის მიზეზი? იყო საზოგადოების აქტიურობა და ის აქციები, რომლებიც მიმდინარეობს? ხო, ალბათ მაინც რა თქმა უნდა იყო ეს აქტიობა თვითონ დევნილების, რომლებმაც აი უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩენის შემდეგ 15 წლის თავზე გადაწყვიტეს, რომ ეს პროტესტი უნდა გამოეხატათ. საერთოდ ეს ცალკე პრობლემაა კიდევ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში დევნილები აი ეს მორჩილად ყველაფერს ეგუებოდნენ. როგორ ხსნით თქვენ ამას? რა არის ამის მიზეზი? ხშირად აყვედრიან იცით დევნილებს, რომ აი მაშინ რატომ აძლევდით ხმას ნაციონალურ მარტო ხმის მიცემაში არ არის აქ საქმე, ხმის მიცემა. რატომ არის ეს სიტუაცია შექმნილი? ხმის მიცემა შედეგია. აქ უფრო მეტად იცით რა არის დევნილების მიმართ დამოკიდებულება ისეთი იყო ჩვენს ქვეყანაში მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ რაღაცა უფრო დიდი საფრთხეები არსებობდა ქვეყანაში, რომ დევნილს მუდმივად უკაცრავად ამსხვრევს და დანამუსება ხდებოდა, რომ უფლება არ ქონდა ელაპარაკა საკუთარ პრობლემებზე, იმიტომ რომ აი ამ ხელა გამოწვევების წინაშე ვიდექით, ხო? და რაც თავარია სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც შევარდნაძის დროს, ასევე სააკაშვილის დროსაც, აქ არაფერი არ შეცვლა სამწუხაროდ, მუდმივად იყო ამ ადამიანების რაღაცა გეტოში ცხოვრებაზე ისინი არიან იზოლირებული თითქოს, მაინც ყოველთვის მათი უმრავლესი ნაწილი და მუდმივი განცდა, რომ აი ხვალ ამ 500,000 კაცს ჩავსავთ რაღაც ავტობუსებში, მივაყენებთ გალის საზღვარს და დავაბრუნებთ აფხაზეთში. ან შანტაჟის ობიექტები არიან დევნილები ხელისუფლებების უფრო მოდი ესე ვთქვათ, რომ ესენი იყვნენ მუდმივად ვითარების მძევლები ორივე ხელისუფლების მხრიდან მანიპულირებული ჯგუფები. და იმდენად მძიმე ვითარებაში უწევთ ცხოვრება დევნილებს, ალბათ თქვენც ყოფილხართ კომპაქტურ ჩასახლების ცენტრებში, მე არჩევნების დროს უამრავი ასეთ ცენტრებში ვიყავი ჯერ კიდევ 2006 წელს და იმის შემდეგ უკვე რეგულარულად დავდიოდი. იქ მაცხოვრებელ ადამიანს იმდენად დიდი საზრუნავი აქვს ყოველ დღე თავის გატანაზე, რომ რთულია მას მოსთხოვო განსაკუთრებული პოლიტიკური აქტივობა. უბრალოდ არის ალბათ მომენტი, როდესაც კმარა და იმის მეტი აღარ შეგიძლია. ამის იქით უკვე მოთმენა აღარ შეგიძლია. არის ეს მომენტი სწორედ ეს, იცით, დიახ, ალბათ არის, ანუ აქციები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, ოდნავ შეარბილა გადაწყვეტილება, ვიცი რომ ეს მოხდება საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობით და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი აზრით პრინციპული ერთი საკითხი, საერთოდ რატომ უნდა გამოასახლონ ეს ადამიანები ამ შენობებიდან? რა არის მიზანი აქციების? ის რომ ასე ვთქვათ
გამოასახლებენ მაინც საბოლოოდ და ამით დასრულდება საპროტესტო აქციები თუ აქციების მიზანი არის ის რომ ეს ადამიანები დარჩნენ სადაც ცხოვრობენ, სადაც მათ სურთ რომ იცხოვრონ და დაიკანონონ ეს სამწუხაროდ ალბათ გამოასახლებენ მაინც საბოლოოდ მიუხედავად იმისა რომ გადაიდო გამოსახლების პროცესი აქციები იმიტომ გრძელდება რომ ის არ შეწყვეტილა ანუ 15 იანვარი ეს არ არის რომ მორჩა და არასდროს აღარ მოხდება პირიქით მათ უთხრეს რომ კაი ბატონო ახალ წლებზე არ დაგტოვებთ ქუჩაში მაგრამ იმის შემდეგ გაგრძელდება ეს პროცესი და სამწუხაროდ გამოსახლება ჩემის აზრით მაინც მოხდება თუ რა თქმა უნდა დევნილები დარჩებიან მარტო ამ ბრძოლაში მარტო დევნილები პოლიტიკურ ძალებთან ერთად თუ არ იქნება საზოგადოების დანარჩენი ნაწილი სოლიდარული მათი პრობლემები საქართველოში სამწუხაროდ რაღაც ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა თავარი პრობლემა სწორედ ესა გვაქვს როდესაც საზოგადოებას საზოგადოებამ მხოლოდ მაშინ წუხს მხოლოდ მაშინ აპროტესტებს მხოლოდ მაშინ აქვს ესეთი განწყობა თუ ეს მას ეხება თუ მისი უფლებებია ხელყოფილი და აი სულ ეს მაგალითი მომყავს ხოლმე თაბუკაშვილის ქუჩაზე ცნობილი სახლის დანგრევის დროს ჩვენ ვნახეთ როგორი რეაქცია მისცა ხალხმა ხო 0 ფაქტიურად 0 300 კაცზე მეტი იქ არ მოსულა მიუხედავად იმისა რომ ქალაქის ცენტრში კამერების თვალწინ ყველა საკუთარ სახლში ტელევიზორში უყურებდა იმ ვანდალობას რომელიც იქ ხდებოდა და არავითარი სოლიდარობა არ ყოფილა დანარჩენი თბილისელების მხრიდან და ეს რა თქმა უნდა ხელისუფლებას უქმნის კომფორტს რომ ის მოიქცეს როგორც დღეს იქცევა თავხედურად ცინიკურად ეს იყო ის მიზეზი რომ მაინც წინა საახალწლო პერიოდში გადაწყვიტეს მათ დევნილების გამოსახლება და არა აქ ახალ წელი არაფერ შუაში არ არის მე მაშინ მევთქვი ზაფხულში მე ზაფხულში მევთქვი როდესაც ჩვენ სექტემბერში პირობა მოგცეს რომ შეჩერდებოდა ეს პროცესი და მორატორიუმი გამოცხადებოდა რომ ეს იყო ტყუილი და გახსოვთ აქ თქვენთან არა უბრალოდ თეასთან ეთერში ვიყავით მე და კოკი და იქ მე პირდაპირ უთხარი მას რომ მე არ მჯერა ამ სიტყვების რომ მორატორიუმი იქნება და ეს აღარასოდეს არ განმეორდება ამ წლების განმავლობაში იმიტომ რომ სრულიად ნათელი იყო რომ წლის ბოლომდე ამოცანა იყო ესეთი რომ წლის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულებული იყო დევნილებისგან პირობითად უნდა გათავისუფლებული იყო თბილისი და ყველაზე დიდი ბარბაროსობა ეს არის მე არ შევდივარ ხელისუფლებასთან იმ დებატში როგორი პირობებია ფოცხო ეწერში როგორ არის გარემონტებული იქ შენობა არის თუ არა იქ წყალი მიყვანილი არის თუ არა მიწა რომელზეც შევდივარ რატომ გადაწყვიტეს ჩაგიკითხებით უბრალოდ რატომ გადაწყვიტეს თბილისის დაცლა დევნილების იმიტომ რომ არის სერიოზული კრიზისი ქვეყანაში ფინანსური კრიზისი მათ შორის საბიუჯეტო პრობლემები აქვს სერიოზული ჩვენს ქვეყანას 2011 წელს კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება და ხელისუფლებას სჭირდება მაქსიმალურად თავისუფალი ფართები, რომელსაც ინვესტორის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მარტივად გაყიდეს. თუმცა თუ არ წების დაფხულში დაცლილი ფართები დღემდე არ არის გაყიდული. არა, ამიტომ ვთქვი, რომ მაგრამ ხვალ რომ უცბად გამოჩნდეს ინვესტორი, მე რა უნდა ქნა. ეს არის მიზეზი და არა დაუშვათ პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუნდაც უკმაყოფილო ელექტორატის მოშორება დედაქალაქიდან. რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ დევნილები ნამდვილად არ არიან კვალიფიციური ამ კატეგორიისთვის. დევნილების საარჩევნო ხმებთან მათ არასოდეს პრობლემა არ ქონიათ. აქ უფრო ეს როდესაც ჩვენ საუბრობთ აფხაზეთიდან დევნილებზე, ბუნებრივია და ძველ დევნილებზე იქ არის ამაზეა საუბარი. თუმცა შეეხება აქ ჩვენ პრინციპულად სხვა პრობლემები გვაქვს. ახალ დევნილებს მოექცნენ არ ვიცი, ჩემთვის ეს არის სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხი. და სახელმწიფოებრივი ღირსება არის შელახული საქართველოსი იმითი რაც ხდება ახალ დევნილებთან მიმართებაში. ძველ დევნილებთან მიმართებაშიც ვადასტურებ, მაგრამ განსაკუთრებით ახალ დევნილებთან მიმართებაში, როდესაც ასეთი აჟიოტაჟი გაქვს ატეხილი მთელ მსოფლიოში, როდესაც სურვილი გაქვს და ყველა შესაძლებლობას ხმარობ, ფინანსურ შესაძლებლობას გულისხმობ, ხო? ამდენი საკონსულტაციო ფირმა ყავთ დაქირავებული თელსოფლიოში სხვადასხვა ტიპის PR კამპანიებისთვის ჰოლივუდს ფილმი შეუკვეთე და ესეთი აჟიოტაჟი გაქვს ატეხილი ოკუპაციასთან მიმართებაში და ასე ექცევი ამ ოკუპაციის მსხვერპლს ეს იმას აღსტურებს რომ საერთოდ არ მაგალითია ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ საერთოდ არ გაინტერესებს რა სინამდვილეში ამ ადამიანების ტრაგედიები საერთოდ არ გაინტერესებს სინამდვილეში თემა, რომელზეც 17 წელია ლაპარაკობ. რომ თურმე შენი მთავარი ამოცანა ტერიტორიების დაბრუნება კი არ არის რაღაც მიწის ნაგლეჯის, არამედ დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება. იმიტომ რომ ამოცანა არის დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება. ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ უფრო დიდი ამოცანა არის ღირსეული ცხოვრება დევნილების იქ, სადაც დღეს ისინი არიან, იმისთვის, რომ სანიმუშო მაგალითები შევქმნათ, კუნძულები შევქმნათ, პირობითი საზღვრის იქი დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმის საჩვენებლად, რომ როგორი კეთილშობილია ეს ქვეყანა, როგორ ექცევა ის თავის მოქალაქეებს და როგორი მაღალი შანსი აქვთ ასევე პირობითი საზღვრის იქი დარჩენილ ადამიანებს, რომ ასეთივე მოპყრობა მიიღონ სახელმწიფოსგან. დღეს რა არის?
ათასობით პოლიციელი შესეული დევნილთა ჩასახლებებს, იძულებით გამოყრილი და 40-იანი წლების დარად გადასახლებული საკუთარი მოსახლეობა. აქ ბოდიში უბრალოდ ორ სიტყვას ვიტყვი კიდევ ამაზე, იმიტომ რომ თავარი პრობლემა იცით რა არის, როდესაც მე ინდივიდუალურ მიდგომაზე ვსაუბრობ. ჩვენ ვლაპარაკობთ ოჯახებზე, რომელთაც შვილები თბილისში დაიბადნენ და გაიზარდნენ. თბილისში დაიბადნენ. ისინი არც ჩამჩირეში დაბადებულან, არც სოხუმში და არც თქვა პირველი ცხინვალის პირველი ომის დევნილებზე თუ ვისაუბრებთ არც ცხინვალში. თბილისში დაიბადნენ, თბილისში გაიზარდნენ, სკოლაში თბილისში დადიოდნენ, სავარაუდოდ მათი უნივერსიტეტში ზოგი უკვე სწავლობს ალბათ და სოციალური გარემო, მეგობრები აყავთ აქ. და დღეს ჩვენ ამ ადამიანებს რომ მეუბნები, ვიცი რა, შენ დევნილი ხარ, ამიტომ უნდა წახვიდე ფოცხოეწერში, ან კიდევ რომელიმე სხვა სოფელში. ხოჩოშ არათუ დღეს არამედ იმ შემთხვევაშიც, იმ ჰიპოთეტურ შემთხვევაში თუ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყდება, გაერო სპეციალური წარმომადგენლის კელინის განცხადებით იძულებით გადაადგილებულ ყველა პირს სახში დაბრუნებისა და საკუთარი ქონების ან შესაბამისი კომპენსაციის მიღების უფლება უნდა ჰქონდეს გარანტირებული, ხოლო მათ ვისაც არ სურს დაბრუნება, ამჟამინდელი განსახლების ადგილზე, ანუ ქვეყნის სხვა ნაწილში ინტეგრაციის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ანუ საუბარია რომ ნებისმიერ შემთხვევაში დევნილს უნდა ჰქონდეს თვითონ არჩევანის გაკეთების უფლება. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია იყოს ვალდებულება, იმიტომ რომ ხა მე მაგალითი მოვიყვანე თბილისში დაბადებული ბავშვების, მაგრამ იგივე ეხება ზრდასრულ ადამიანებს, ჩემი და თქვენი თაობის და კიდევ უფრო თაობის ადამიანებსაც, იმიტომ რომ როდესაც 17 წელი სხვაგან ცხოვრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ცხოვრება დაიწყე. იძულებით, არაშენი არჩევანით, არაშენინებით, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე ეს მოხდა. ეს უკვე მოხდა და ამ ადამიანებმა ადაპტაცია გაიარეს და ისწავლეს იმ პირობებში ცხოვრება, როგორშიც უწოდოთ ამ 17 წელს განმავლობაში. და დღეს საკუთარი ხელისუფლება, უკვე არა ოკუპანტი, არამედ საკუთარი ხელისუფლება. იგივეს უკეთებთ, რაც 17 წლის წინ, ან აგერ 2 წლის წინ გაუკეთეს მას უცხო ქვეყნის. თუმცა ქალბატონთან დევნილთა მინისტრი აცხადებს, რომ სწორედ ვალტერ კელინის რეკომენდაცია იყო დევნილების გასახლება ზაფხულში ასახლება, როდესაც განსახლება მოხდა, მაშინ განაცხადა ყობასუბელიანმა. სწორედ მისი რეკომენდაცია იყო დევნილთა გასახლება და კონფლიქტის ზონებთან ახლოს ჩასახლება. თუმცა თავის მხრივ გაეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს იყო არა მათი რეკომენდაცია, არამედ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება და რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანებმა, ანუ ამ ადამიანებმა, ვინც გაასახლეს თბილისიდან, რეალურად არსებო წყარო დაკარგეს, ესეც კელინის განცხადება. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? ვალტერ კელინის განცხადება. სუბელიანი პირდაპირ ადებს კელინის ხელს. არასერიოზულია, ვალტერ კელინი როდესაც საქართველოში იყოფებოდა, მას მრავალი შეხვედრა ჰქონდა და მე მრავალი ამ შეხვედრის შინაარსი ვიცი, იმიტომ რომ ჩემს ბევრი მეგობარი მონაწილეობდა ამ შეხვედრებში და ზუსტად ვიცი, რაზე იყო იქ საუბარი. ასევე წაკითხული მაქვს ყველა დოკუმენტი, რომელიც ვალტერ კელინის მიერ იქნა შექმნილი საქართველოში დევნილების კომრებასთან დაკავშირებით და ვალტერ კელინის პირადად ვიცნობ ჩემი ძველი ცხოვრებიდან გამომდინარე, ანუ როდესაც უფლებადდაცვით ორგანიზაციებში მუშაობდი და როდესაც ის ჯერ კიდევ არ იყო გაეროს წარმომადგენელი დევნილთა საკითხებში და აბსოლუტურად გამოვრიცხავ მისი მხრიდან ასეთი ტიპის რეკომენდაციას არ მინახავს, არსად ეს დაწერილი და კი, ვიცი რომ ის ამას არასდროს არ იტყოდა, იმიტომ რომ დევნილთა განსახლება, ინტეგრაცია, იმ სოციალურ გარემოსთან ადაპტაცია, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, არის მთავარი პრინციპები დევნილებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის. შეუძლებელია დევნილთა საკითხებში კომისარი ამბობდეს, რომ 17 წელი სოციალურ გარემოში ადაპტირებული დევნილი ეხლა აიყვანეთ და კიდევ სხვაგან გადაასახლეთ და ახალ სოციალურ გარემოს შეუქმნით და იძულებული გახადეთ, რომ იმას შეეგუოს. ეს აბსოლუტური აბსურდია და აი სწორედ ეს არის, რაზეც მე თავიდან ვამბობდი, რომ სამწუხაროდ ჩვენს ხელისუფლებას ამ ტყუილის მასიური ტირაჟირების საშუალება აქვს. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებოდნენ ასევე დიპკორპუსს. თქვენი აზრით ასე თანამეგობრობები, ასე ვთქვათ, ევროკავშირი, იგივე ამერიკის საელჩო, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც ასე თუ ისე ჩვენს ხელისუფლებაზე მეტნაკლები ზეგავლენა გააჩნიათ, მოახდენენ პრინციპულ გავლენას აი ამ შემთხვევაში დევნილების ბედს გულისხმობ. ანუ მაგალითად მათ კონკრეტულად რომ დავკონკრეტეთ, შეუძლიათ გადაწყვიტონ ის, რომ დევნილები საერთოდ აღარ გაასახლონ თბილისში. მოახდინონ ამ გადაწყვეტილებას. არ შეუძლიათ ამ გადაწყვეტილებას ვერც ერთ საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ მიიღებს საქართველოს ნაცვლად. არა, ზეგავლენას გულისხმობ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას და მათი გადაწყვეტილებას. ესეთი პირდაპირი რაღაც მითითებების მიცემა შეუძლიათ ბუნებრივია, მათი შეუძლიათ რომ თუ კი საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა, თუ კი დევნილთა პრინციპები ირღვევა, საერთაშორისო პრინციპები ირღვევა, უბრალოდ საქართველოს შეუწყვიტონ ის ფინანსური დახმარება, რომელსაც სწორედ დევნილებთან დაკავშირებით იღებს საქართველოს ხელისუფლება და ეს სრულიად ნათლად წარმოაჩინონ, რატომ მოხდა. რა არის ამისი მიზეზი და რის გამო ხდება ის, რომ თქვათ აი ამ ტიპის პრობლემებს უქმნიან ხელისუფლებას, ხო? ეს არის ერთადერთი ბერკეტი რეალურად, რაც აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმართებაში, მაგრამ მე
ზეგავლენის ნაწილში. გაცილებით უფრო დიდი იმედი მაქვს იმის, რომ თუ კი დევნილები ბოლომდე ამ პოზიციაზე დადგებიან, თუ კი ბოლომდე შეუპოვრად იბრძოლებენ, ისინი შეძლებენ შედეგის მიღწევას, ვიდრე და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ხარდაჭერაც უკვე გაცილებით უფრო სერიოზული იქნება, რომ თუ კი საერთაშორისო ორგანიზაცია რაც პირველი გასახლების დროს მოახერხა ხელისუფლება, მათ მოახერხეს რომ ნაწილი საელჩოებისა დაერწმუნებინათ, რომ ფოცხოეცაში არის ცნობილი პირველი გადასახლება, როდესაც იყო, ეს იყო დევნილების ნებაზე დაფუძნებული. და მათ სამწუხაროდ ეს ისტორია გაყიდეს რამოდენიმე საელჩოსთან, იმიტომ რომ იმ პერიოდში საერთოდ არც ოპოზიცია იყო სათანადოდ აქტიური. ეს ხდებოდა ზაფხულში ხო, ეს ხდებოდა ზაფხულში, აქტიური იყო, ოღონდ ეს ისევ და ისევ იქ მივდივართ, რომ ეს აქტიურობა სივრცეში შეზღუდულია. ამას ვინ იგებს, რამდენად იგებს ამ ინფორმაციას, ცოტა რთულია ხოლმე, ხო? გარღვევა აი ამ ვთქვათ საინფორმაციო სივრცის ისევ და ისევ გულისხმობ ნაციონალური მასშტაბით. და დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, ხარდაჭერა, ძალიან კონკრეტული ზეწოლის მექანიზმების გამოყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელი, თუ ისინი ნათლად დაინახავენ, რომ არავითარი ნებაყოფლობითობა, არავითარი დევნილის არჩევანი ამაში არ არის. და ისინი დაინახავენ ნათლად, რომ ეს ხდება იძულებით და იძულების სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით. ჩვენი პირადი პოზიციით ქალბატონთან ძალიან მოკლედ ჩვენი საუბრის უკვე ბოლო წამებია. უნდა დარჩნენ თუ არა ეს დევნილები იქ სადაც არიან. უნდა დაუყანონდეთ თუ არა ეს პარტიები. მე ვფიქრობ, რომ როგორც იყო პირობა მიცემული და რასაც მრავალი წელია ჩვენ მაგალითად რესპუბლიკელები ზუსტად შემიძლია გითხრათ და ვიცი რომ რამდენიმე სხვა ოპოზიციური პარტიაც მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული არის დევნილების ინტეგრაცია. დევნილების ინტეგრაცია იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მათ უნდა დაუკანონდეთ ეს პარტიები, უნდა დაუკანონდეთ მათ შორის უპირობოდ და არა ვთქვათ იმ პირობით, რომ აი თუ დაბრუნება იქნება ასეთ შემთხვევაში ისევ მოგერთმევათ და მაგრამ თუ რაიმე გრანდიოზული და ჯერ არ ნანახი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, ინვესტორი უნდა პირდაპირ ურთიერთობებში შევიდეს დევნილებთან. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები საკუთარი თავისთვის სასარგებლო არჩევანს გააკეთებენ ინვესტორთან, ისევ ვიმეორებ, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა რაღაცა შუამავლით, რომლის ამოცანაც დღეს სახელმწიფოსი არის, რომ გაწმინდოს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ეს პარტიები არასასურველი, ხო, მხოლოდ სახელმწიფომ და არა ბიუჯეტმა. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვნახეთ ამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით, როდესაც ეს პრემიების ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომ ბიუჯეტი ჩვენს ხელისუფლებას და არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ ყველა სხვა დანარჩენს გაგებული აქვს როგორც საკუთარი პირადი ბედნიერების შემქმნელი ხაზინა. ამოიღებს იქიდან ფულს და თავის ბედნიერებას შეიქმნის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო თინა ხიდაშელი, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ უკვე ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად დავუბრუნდებით ეთერში. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია ვასილ მაღლაფერიძე, ბატონო ვასილ, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. დავიწყოთ მოდელირებული ქრონიკით, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ისევ აქტუალურია და თანაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მაგალითად გერმანიაში, სადაც ჟურნალისტური კავშირის ყრილობაზე საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით მიიღეს რეზოლუცია და სწორედ აქ არის მოხსენიებული მოდელირებული ქრონიკა, როგორც შემაშფოთებელი მაგალითი. თუმცა აღნიშნულია ასევე, რომ მთელ მსოფლიოში საზოგადოდ კლებულობს თავისუფალი და კრიტიკული ინფორმაციის მომზადების შესაძლებლობა და ასევე არის მიზეზები ჩამოთვლილი, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ ჩვენ. ანუ ჩემი პირველი შეკითხვა რა არის? მედიის მდგომარეობა ტრენდია, ტენდენცია მთელ მსოფლიოში და საქართველოს ამის ნაწილია თუ არა თქვენი აზრით? ახლა მე არ მიმეწოდება ხელი მთელ მსოფლიოში რა პროცესები მიდის, მაგრამ ის ქვეყნები თქვათ რაც რომელიც უფრო იოლად შეიძლება რომ ჩვენ მივადევნოთ თვალი და უფრო მედიასთან ვინც ასოცირდება, ხა ჩვენ ხომ მაინც ამან ჩრდილოეთ კორეა არ უნდა გაგვახსენდეს არა? ამ და რაღაც ცივილიზებული მსოფლიო გულისხმობს. ხო, ცივილიზებული ხა მე არ მგონია რომ ხა მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში უარესდებოდეს, არ ვიცი ეს რასაც უყურებ, უფრო ევროპის პრესაც უყურებ, თითქოს შევხედავთ ალბათ არ უარესდება ყოველ შემთხვევაში. ხო, თითქოს ევროპაშიც არ უარესდება. და საერთოდაც არაფერი ისეთი განსაკუთრებული მიზეზი არ არის, ეს არ არის თქვა ისეთი მიზეზი, რომ მსოფლიო კრიზისი რო იწყება ხოლმე და არის ის ხალხმა რისგან არის დაწყებული, ან და აი ხლა ყინვები როა და ნუ თქვა ადამიანზე არ არის დამოკიდებული. ხა თუ მედიის მდგომარეობა სადაც უარესდება ადამიანების გამო. ადამიანები აუარესებენ ამას და აუარესებენ სრულად შეგნებით. ახლა შემთხვევით ეს არ ხდება. ამიტომ ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ. ხა ის ზოგადად უარესდება და ამიტომ ჩვენთან მოდელირებული ქრონიკა გავიდა, ეს არ არის ისე ვთქვათ დიდი ნიმუში, თუმცა
უნდა ვთქვათ ესეც რომ ეს ჩვენ რაღაც ბილ საყვარელ სახელებს ვეძახით ხოლმე. მოდელირებული მე უნდა გითხრათ რომ სულიად არ ნიშნავს ამას, რასაც ამ ქრონიკას დაერქვა, იმიტომ კი არა რომ მე მას ვამძიმებ, არა. მოდელირება ეს იქნებოდა მოდელირება მეცნიერული ცნება, მოდელირება ხდება იმისთვის რომ წინასწარ იქნას განჭვრეტილი რა როგორ აისახება ესა თუ ის მოვლენა. და აი მოდელირება წინასწარ იყო განჭვრეტილი რა მოხდებოდა კონკრეტული თავდასხმის შემთხვევაში. ნამდვილად გაწუნებთ აი ქალაქში რაც ხდებოდა და იქ რეაქცია რაც მოექცა, მე ამდენი გამოსთვლილობა მაქვს რომ ნამდვილად ვერ განჭვრეტეს წინასწარ. მოდელირება იქნებოდა ეს მაშინ აი იქნებს უბრალოდ არასწორი მოდელი იყო. არა, მე ვეტყვით, აი იქ დარბაზში რო ბატონები იყვნენ შეკრებილები, მე ბევრი სახეზე მახსოვს, ლაშატუღუშის ნაცვლად, ლაშატუღუში უნდა გამოეყვანათ იქიდან, მათ ეს ამბავი არ უნდა ცნოდათ და მათთვის უნდა ჩაეტარებინათ ეს ეჩვენებინათ და ჩაეტარებინათ. აი ეს იქნებოდა მოდელირება, აი და ეტარა მოუვა საზოგადოებას და კიდე მოდელირება არის, როცა აი მაგალითად კუმბარასო გამოიგონებენ, გაიტანენ ხოლმე და მიდორში აფეთქებენ და როცა ამას აიტან და ავტობუსში აფეთქებ, ეს არ არის მოდელირება. ეხლა მე მარტივად რომ დავასრულოთ ამას საუბარი არის რომ წარმოედგინეთ ხა ერთი ნორმალური ადამიანი ვინმე თუ იტყვის რომ მისმა ნაცნობა ხა მეგობარს ვერ ვაკადრებთ ესეთ რაღაცას თქვენმა ნაცნობა რომ ეგეთი რამე გააკეთოს ეგრეთი ესე იგი ჭყალებში ვთქვათ უშნო მოდელირება ხო იქნება რომ ეს არ არის საფჭკუაზე და ხროც ამას აკეთებს ის დაწესებულება რომელიც ფულს იღებს იმაში რომ უნდა ადამიანებს მიაწოდოს სიმართლე და ამ დროს ესე იგი ვთქვათ მე კარტობას ვერ დავარქვევ ამას არა ეს რასაკვირველია ძალიან შორს არის და მე ხლა ერთი რამე რასაკვირველია ქარტია კარგი საქმე გააკეთა აი ჩვენთან სამწუხაროდ ისეა რომ ოდნავ მოგვიანებით ქარტიაზე მანამდე სხვა შეკითხვა მინდა დაგისვათ კერძოდ იმის შესახებ თუ რა არის დღეს ქართული მედიის მთავარი პრობლემა როგორც წესი მთავარი პრობლემად სახელდება ხელისუფლების ზეგავლენა ნაციონალურ არხებზე თქვენც ესე ფიქრობთ? არა, ნუ ეს ერთ-ერთი პრობლემა არა, ერთი გავლენა არის, ეს არ არის გავლენა. გავლენა სხვა რამე სიტყვები რო დავარქვათ, ხა ფილოლოგი ვარ მე და ხო, კონტროლის სხვა რამეა, გავლენა სხვა არის. აი გავლენის ქვეშ შეიძლება ვილაპარაკოთ რომ საქართველოს რომელიღაც სახელმწიფოს გავლენის ქვეშ, მაგრამ მეორეა ოკუპირებული ჩვენ ესე გვართ, რაღაცა ტერიტორია გავლენის ქვეშ ვართ, რაღაც ტერიტორია ოკუპირებული. ტელევიზიები ოკუპირებულია თუ გავლენის ქვეშ არის? არა, რაღაცა ტელევიზიები ალბათ გავლენის ქვეშ არის და რაღაცა ოკუპირებულია, ვთქვათ, ეს ნუ ესე ვთქვათ, ქრიანათა კუთხის ყოველ შემთხვევაში ხო რამე განსაკუთრებულ სალონს სიახლეს არა, ვერ იტყვის ვინმე რომ როგორც ის მე მგონი, ქუდია და ბოხოხიასი არ იყოს, იმათ პარლამენტმაც ვერ გაარკვია, ხომ? ისა ჯერჯერობით ვის ეკუთვნის. ანუ არამც თუ კონტროლირებულია ჩვენი ვერ გაარკვია ეს? არა, მე კი არ ვფიქრობ, რომ ვერ გაარკვია. მე ვფიქრობ, რომ ესეთი სიტუაციაა, რომ ისინი ცდილობენ, რომ ესე ვთქვათ, თქვა რომ ვერ გავარკვიეთ. ანუ საქმე ის კი არა, რომ ეს კონტროლირებულია, უკვე ისე მიდის, რომ აი ვიღაცისგან არის კონტროლირებული. ამაზე, მაგრამ ეს ერთ-ერთი პრობლემაა. ეს აქედან დაწყებული ეს კონტროლი იწვევს იმას, რომ ფაქტობრივად აქ ვერ სრულდება ის თავარი ფუნქცია, რაც არის ჟურნალისტიკისა და ამაზე ეს არ არის ჩემი აზრი, ამაზე არც არავინ არ დაობს, რომ ჟურნალისტიკა შეიქმნა. აი ვენეციაში შეიქმნა სხვადასხვა ერთ-ერთი პირველი გაზეთი. იქიდან დაწყებული ეს არის ინფორმაციის მიწოდება. ეს არ არის დეზინფორმაციის მიწოდება. სხვა შეიძლება კაი ხანი გავიდა პირველი პრესამ რომ პირველი ნაბიჯი გადადგა რომ მიხვდნენ რომ ამ თვალსაზრისით შეიძლება მისი გამოყენება. ეს წამალევით არის, შეიძლება წამლად გამოიყენოს, შეიძლება საწამლავად. თუ პირველად ამას იყენებდნენ ინფორმაციისთვის. და ჩვენთან ძალიან რთულია ტყუილმართლის დადგენა და თავისთავად ამ მედია ბაზარზე. რატომ არის ჩვენთან განსაკუთრებულად რთული ტყუილმართლის დადგენა? მოგახსენებთ, იმიტომ რომ ერთის იქნებ პირიქით, იმიტომ რომ ეს არის პატარა ქვეყანა, სადაც გაცილებით მეტად არის ხელის გულზე. წესით გაცილებით უოლი უნდა იყოს, იმიტომ რომ მაგალითად ფინეთში ეს პრობლემა არ ადგას, თქვათ ეს პატარა ქვეყნებში, არც დანია არის ამგვარი მას შეჩდეული, მაგრამ როდესაც თქვათ რაღაც გარკვეული მედია საშუალებები, ხო რაც ხილულია და ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაც ხილული არა და მე და თქვენ გონია დამოუკიდებელი შეიძლება ისიც იყოს კონტროლის ქვეშ, ხო? როდესაც ისინი მიზანმიმართულ ეს კონტროლი მაინც ვლინდება პროდუქტში. ხო, რასაკვირველია, მაგრამ უკვე არის რომ ეს არის მიზანმიმართულ პროპაგანდას, როდესაც ეწევიან, ამ დროს აი როგორც ბაზარზე უკვე არის რომ ფასი, ესე ვთქვათ, ამ იმისა ნიველირდება და უფასურდება ძალიან და აქ უკვე ტყუილმართლის გარჩევა არის და ეს ყველაფერი დადის საბოლოო ჯამში კითხვა-პასუხის დონეზე და მთელი გაითუნას ბოლოს გახმაურებულ მომენტებზე უბრალოდ ის კითხვები არის უბრალოდ ნერვების ღლეტა და მეც გეტყვით მარტივად ფაქტობრივად გადაშენდა ჟურნალისტური გამოძიება. ახლა ამასაც აი რატო მოხდა? ანუ აი ჩვენ ველზე რო წარმოვიდგინოთ რა ველზეც ვიყოფებით. ჩვენ არხზე გადის რამდენიმე მაგალითი. გასაკვირველია გადის, მაგრამ უნდა გადიოდეს ყველა არხზე და არხების სხვათა შორის ამით უნდა ეწეოდნენ ერთმანეთთან კონკურენციას. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყველა სერიოზული არხი. ხო, არაერთი გამოკითხვით სწორედ ჟურნალისტურ გამოძიებაზეა დღეს საზოგადოებაში ყველაზე დიდი მოთხოვნა. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენის თანაქვეყანაში და არა მარტო ჩვენის თანაქვეყანაში რითიც გაუთქვია, ესე ვთქვათ,
ვთქვათ, სახელები, ესე ვთქვათ, მედია საშუალებს ჟურნალისტური გამოძიება. მე უნდა მოგახსოვდეთ, რომ ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობისთვის გადაუღიათ ფოტო და სკანდალური ინფორმაცია დაუბეჭდიათ, მაგრამ უოტერგეიტით არის გათქმული, ეს ამბავი თქვენ გახეთქეს ჟურნალისტებმა. ამიტომ ეს არის ღირსება და ეს არის სფერო. ახლა უნდა გითხრათ, რომ ჟურნალისტები არ ჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომ ვინმე აქონ. ეს ისედაც კარგი, ეს იყო სოციალიზმის დროს იყო და იქ ჩაბარდა, რომ რამდენი მოსავალი მოიწე. ჟურნალისტები ჭირდებიან იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ამხილონ ის რაც არის ცუდი. აი ეს არის მისი ფუნქცია. სხვა შორის ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, კერძოდ ჯონ ბასის წერილში, ამერიკის ელჩი ამბობს, რომ საქართველოში არის არამხოლოდ პოლარიზაცია მედიის და ცენზურა, არამედ ჟურნალისტებს ახასიათებს თვითცენზურაც. ეთანხმებით ამას? რასაკვირველია, ახლა იქ თვითცენზურა ალბათ ახასიათებთ, უკვე აღარც ჭირდებათ, ესე იგი უკვე ესე სადაც ცენზურა ისე კარგად თუ არა დაყენებული, უკვე თვითცენზურა. ყოველ შემთხვევაში ეს არის თვითცენზურა თქვენი აზრით, ანუ როდესაც ჟურნალისტმა უკვე ცენზურის გარეშეც იცის, მაგალითად რომელიმე ნაციონალურ არხზე, რომელიმე კონკრეტული ინფორმაცია დაუშვათ დევნილებზე, როგორ უნდა გააშუქოს. და რა ზღვარს არ უნდა გადაცდეს. როგორ თვითცენზურა არის, ახლა როდესაც მუშაობს იქ მე ესეთ ახლა რო თქვა რომ არ ვიცნობ საერთოდ ტელევიზიის მუშაობას, თქვილი იქნება ასე ახლოს არ ვიცნობ, როდესაც ჟურნალისტმა იცის რომ იქ უნდა იმუშაოს და მის მიერ გაკეთებული ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევაში გაივლის იმ კალიბრში, რომელშიც უნდა გაიაროს და სულ 1/11 არ მოცილდება, ერთხელ ორჯერ და მე მიხვდება რომ თვითონ არ გამოუშვან იმ არხიდან, მე გააკეთებს და ამიტომ თვითცენზურასაც კი არ ეწევა. თვითცენზურაზე უფრო ზუსტი სიტყვა იქნება, რომ ის ცდილობს რომ მოარგოს თავისი ინფორმაცია, რათა იქ შერჩეს, იმიტომ რომ არ იხუნე რა. მაშინ თვითცენზურა რა არის? ახლა ნუ ბასის მის კომენტარებს არა, კომენტარს თვითცენზურა არის, თქვათ, არსებობს ეს ტერმინი. თქვათ, თვითცენზურა შეიძლება იყოს ამ თვალსაზრისით, რომ რაღაც ადამიანი თქვათ რაღაცას წერს და ბოლომდე არ წერს, ან უბრალოდ არ უნდა რომ თქვათ შარში ჩაიგდოს თავი, რომ მე თქვათ არ მოხდეს ისეთი რამე, რაც ისმის ხოლმე ჟურნალისტები ხო შევიან ხოლმე. ალბათ დასაბუთებულად ბევრ მათგანს ვუცნობ, რომ ან კამერა დაუნტრიეს, ან სურათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქალია თუ კაცია და რაღაც ამ თვალსაზრისით შეიძლება მოერიდოს. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ის რაც გერმანელებს რო უბრძანებიათ, არა, პროცესი უარესდება, ადამიანების გამო უარესდება. თავისით ეს არ გაუარესდება. თავისით ეს არ მოხდება. და არის ისე გითხარით, მიზეზი, აი ეს ფაქტორად იწვევს, აქ ტყუილ მართლის გარჩევა არის ძალიან ძნელი და ამ დროს პროპაგანდისტული მანქანა ძალიან იგებს, იმიტომ ერთის მხრივ ეს დაჟინებით აწარმოებს თავის პროპაგანდას, მეორეს მხრივ დახცე ალაგია უამრავი პროდუქცია და ხა მიდი და გაარჩიე რომელია მართალი და რომელი მტვანი, იწყება კითხვა პასუხი და ყოველდღიურად ავარდება უცებ სკანდალი, მე ისევ ჩაქრება ვითომც არ მომხდარა. ამ შემთხვევაში ტელევიზიებზე საუბრობ თუ პრესაზე ბატონო? ორივეზე ერთად. თუმცა პრესაში დამეტყველება არის განსხვავებული სიტუაცია, ანუ სახელმწიფო კონტროლი პრესას აქვს ნაკლები. ასეა? ვერ გეტყვით მე ახლა ესე თუ კონტროლის იცით რა ხა კონტროლი არ იყოს თორე სახელმწიფოა თუ არა სახელმწიფოა თუ აი ეს ხელისუფლება ჩვენ რაღაც ისე არ წარმოვიდგინოთ რომ ხშირად ესე ამოეფარებიან ხოლმე სახელმწიფო ინტერესებს სახელმწიფო ინტერესი რაღაც ის კი არა ჩვენ აღვზივარ და რაღაც არის სახელმწიფო ან და რაღაც ესეთი ხელისუფლება ძალიან კონკრეტული ადამიანები თუ არ ვთქვათ იმასაც თუ გამორიცხოთ რომ ხელისუფლებაში შეიძლება რა ჯგუფები ერთმანეთს ვერ იტანენ ეს თქვენ ხო ჩემზე კარგად შეიძლება ერთ-ერთ საკონტროლებს მერე მეორეს კონტროლი არ იყოს იმიტომ სინამდვილეში პრესაზე არის კონტროლი ისეთივე როგორც ელექტრონულ მედიაზე თქვენი აზრით, თქვენი ინფორმაცია. არ ელექტრონულ მედიას თუ ინტერნეტს და მას გულისხმობთ ეს არის ძალიან გასაკონტროლო. ხო, ტელევიზიაზე ახლა ვთქვათ, თელ ადაციონულ არხებზე, ნუ მე მგონი 100%-იანი კონტროლია, ხო? ახლა იქ პროცენტი ვთქვათ შეიძლება ვთქვათ შემედაუნე, ახლა 2% შეიძლება მეშლება. პრესაშიც არის ანალოგიური ვითარება? ახლა მე მართალი გითხრათ, ახლა ესე რთულია, იმიტომ რომ ეს უნდა ანუ მოდით ესე ვთქვათ, მეტი ვეჭნური მედია თავისუფალი სახელმწიფო კონტროლისგან ვიდრე ტელევიზია. ახლა ვთქვათ, რომ ჩვენ გაზეთებში კაი ხანია უკვე რომ ეს იმდენად მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ტელევიზიებზეა მიჯაჭვული. ამიტომ აქ ვთქვათ, ახლა აქ არ არის ვთქვათ, აი ტიპის გაზეთები რომ ისეთივე დიდ გავლენას ახდენდნენ, როგორც არის ხა დღეს გამოვა რაღაც არხები და თემა საქართველოს ეს ინფორმაცია ეს ვთქვათ არ ვამბობ მე თქვა რა ვთქვათ თქვენი არხი ან კავკასია რო იტყვის ამას ვთქვათ წყალში რო ქვას ჩააგდებ ამას ვთქვათ ერთი კვირა უნდა სადამ ამის ტალღა ვთქვათ მიაღწევს უნდა ეს გადმოცემით არის გადმოცემაში ამბავი ასევე გაზეთი კიდე უფრო რთულად მიდის და ხა სად კონტროლი არ მიდის სად არ მიდის მაგრამ თავარი მე ეს მინდა მას მიაქციო თქვენ კონტროლი ისეთი კი არ არის თუ ვთქვათ სიტყვაზე არის 10 მაგრამ მე შევქმნით ამ ბაზარზე ისეთ პირობებს, რომ თქვენ არ იცით ამათიდან, რომელი 5-ია
კონტროლის ქვეშ და იმის ქვეშ თქვენ ამ ათივეს მიმართ, ყველა დაბეჭდილის მიმართ გეკნებათ უნდობლობა. მაგალითად ხა რო დაიწერება რომ ხა ხვალ არის, მაგალითად ნებისმიერ გაზეთმა რო დაწეროს რომ ხვალ არის მოსალოდნელი დიდი მიწისძვრა, ამაზე იქნება დიდი აჟიოტაჟი, მაგრამ ამავე დროს ყველას ექნება შინაგანი უნდობლობა, რომ ან იქნება, ან არ იქნება, ან რატოა მომხდარი, მე ეკითხები და ისე, მე რაღაცა იტყვის რომ ეს არ უნდა. მაგრამ თუ არ გამართლდება გაზეთის პროგნოზი? თქვენიათ ამ გაზეთს აღარ იყიდია? კარგი შეკითხვა გაქვთ თქვენა. ეხლა ერთ რამეს მოგახსენებთ და ვთქვათ რაღაც პროგნოზებზე და პროგნოზის გამოთქმელებზე. ერთ კაი ხნის ვიყავი ამერიკაში და შევთხოვი და ერთმა სატელევიზიო არხმა ერთმა მოგესწრებათ თქვენ ამერიკის არხები შესავით არ არის პოლიტიზირებული ბანკის ანგარიშები და ამინდი არის, ესე იგი ამაზე გიждდებიან ამერიკელები და ამინდი შეეშალა. არ ვიცი ხა წვიმა მოვიდა თუ არ მოვიდა რაღაცა მოკლედ ეს არ დატოვეს ესე იგი 10 დღე სხვა არხება ესე პირდაპირ არ გამოსულან ახლა არ მოუწყვიათ პრესკონფერენცია, მაგრამ 10 დღე პედალირებას განუწყვეტლი უკეთებდნენ და ეს იყო ის კონკურენცია, მაგრამ სიჯანშაღის ფარგლებში, ანუ არაპატიეს და აკარგინებდნენ მკითხვას და უამრავი სხვა მაგალითი ახლა რთო დრო იყოს რომ აბა ჩვენთან თქვათ ესეთი რაღაცა რომ თქვათ მოხდა რაღაც ამბავი. დიახ. დაიბეჭდა რაღაც ამბავი სენსაცია და დაიწყო საუბარი. და პრესა რისთვის არსებობს? პრესა ხო არ არსებობს, რომ კითხვები დაიშოს იმის გამო. პრესა არსებობს, რომ პასუხები გაეცეს, ხო სწორია? ეს თქვენ სტატიაშიც. ეს ჩემ სტატიაში არ არის, ყველგან ესე არის. ეს არის 2-2-4, ამაზე არავინ არ გამათობს, რომ ჟურნალისტი კითხვებს არ ასვამს. ჟურნალისტი პასუხობს. თუმცა საქართველოში პრესა დასმული შეკითხვებით იყიდება და იყიდება კარგად. აი ეს არის სწორედ ტყუილმართლის სიტუაცია. გდებავთ, აი მაგალითად, აი ერთი კვირა გავიდა, ხო? ეს სკანდალი მიდის ახლა ეს ეგრეთ წოდებული ცნობილი სკანდალი, ხო? და მოდი ესე ვთქვა, აი კითხვების უნდა, აი ბისმაგერად უნდა იყოს ნორმალური ვითარება, რომ ამან სწორი მოხდა თუ არ მოხდა, ეს ხო არ არის მარტო ორი ადამიანის პრობლემა, რაც მოხდა. აი ხო შეიძლება, აი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და მე მეცაც გეტყვით, რომ აბა წარმოიდგინეთ, ეს ერთ რამეს გეტყვით. New York Times-ში დაეწერა, რომ ობამამ იმასო მაკეინსო 2 მილიონი სვარი ყოდა ახლა ამერიკის ყალობაზე 200 მილიონი გადაუხადაო. ბატონო ვასილ, რომლის საუბარსაც ეყრდნობა ნაწერი და სხვა შორის WikiLeaks-ის მთელი მასალები აგებულია სწორედ ჟურნალისტ მიმოწერაზე. იქაც თანამდებობის პირები წერენ ერთმანეთს და ვიცადეს თანამდებობის პირები. კაბათისთვის არ ვარ, მაგრამ არა, უბრალოდ მაინტერესებს. იქ ფაქტი გამოდის, რომ იქ სწორედ WikiLeaks-ში რა ფაქტია, ის კი არ ამბობს, რომ ნათლესია WikiLeaks-ის ძირითადი ფაქტები იცით რაშია? რამე მნიშვნელოვანი სახელმწიფო საიდუმლო კი არ ხო WikiLeaks-ში მიმართალი გითხრა ძალიან ყურადღებით კითხულობ. იქ თელი საიდუმლო და უხერხულობა აღმოჩნდა ის, რომ ამერიკის რომელიღაც ელჩი რას ფიქრობდა სინამდვილეში ეს გამოაშკარავდა და სულად გამოაშკარავდა, თორე იქ რამე დიდი სახელმწიფო საიდუმლო კი არ არის განთქმული, ახლა კი არ აბა ისეთ ახალი კი არ ვთქვი. არა, თუმცა გარკვეული ფაქტებიც არის იგივე ერაყთან და ავღანეთთან დაკავშირებული. არა, ის ამბობს, რომ ჩემის აზრით, ნუ ვიღაცაზე ამბობს, რომ ეს არის სულელიო, მაგალითად გონი არ მაგალითად, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები ხრეთდნენ. ხო, ნუ ესეც გამომჟღავნდა, ხო, ეს არის ფაქტები, არა. ხო, ფაქტია, მაგრამ ეს ფაქტი იყო იდო. ახლა შეიძლება ამას გულისხმობთ, ამას ადარებ? არა, თუნდაც მსგავსი ინფორმაციები, ანუ როდესაც თანამდებობის პირი კონკრეტული ფაქტის შესახებ ყვება. ეს არის ანგარიშგასაწევი ინფორმაცია თუ არ არის ანგარიშგასაწევი? ეს ინფორმაცია არის მინიმუმ, მე ვფიქრობ, რომ ეს ჯერ კიდე წინა გვაქვს ჩვენ ახლა ეს დღეებია და ჟურნალისტების მე ბევრს ვიცნობ. ეს ინფორმაცია, ეს ჯერ ეს არის кейსი ძალიან საინტერესო, რომელიც ალბათ მომავალში ძალიან ბევრ ამბავს იმოქმედებს. ეს ვთქვათ, რომ ეს არ არის ინფორმაცია, ნიუსი თქვენ კარგად მოგესწრებათ, რომ ამბავი, ესეც ჩემი მოგონილი არ არის, თუმცა მიწერია. ამბავი, აი რომ გავიგონებთ ახლა ჩვენ რაღაცა რო მოხდა, ეს ჯერ კიდევ არ არის ინფორმაცია, ის უნდა შეიფუთოს, შეიკაზმოს და მთელი რიგი მოთხოვნილებები უნდა დააკმაყოფილოს, ეს იქცეს ნიუსად. ეს მე რასაც ვაბობ მომიტევოს კითხვა და ეს აბსოლუტურად ესე ახლა ჟურნალისტი თუ რაღაცას ვერ ასაბუთებს, მან უნდა კატეგორიულად თქვას, რომ ეს არის მისი თვალსაზრისი და არა ნიუსი. ეს ერთი. მეორე არის მთელი რიგი კითხვები და უნდა ამასთან რომელსაც პასუხი აუცილებლად გაეცეს, მაგალითად გეტყვით, რომელიც გაგრძელდება. თქვათ ისმის ვაი ლევან გაჩეცილაძე, მაგალითად თქვათ ახლა. უნდა დაამტკიცოს თუ არ დაამტკიცოს, მე გუშინ თქვენ ერთად უსმენდი და ხო უნდა დაამტკიცოს და ჩვენ ახლა უყურებთ, რომ ლევანმა უნდა დაამტკიცოს ახლა ეს. ანუ ვერ უნდა დაამტკიცოს და პირველად რამოდენიმე შეკითხვა მაქვს, აი თქვენ დავსვა. მაგალითად, თქვა და ლევანი რომ ძალიან ემოციური ადამიანი და ვერ დაამტკიცა, თქვა და ინერვიულა და ან თქვა რაღაც დამაჯერა. ეხლა ეს ხო ლევანის აბავი არ არის. ან და ლევანმა რო თქვას რომ რა გამწარებულია ახლა ხან ეს ქრეს და ახლა მე სხვა კითხვის. რახეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა რომელიც არ დაისვა. რომელიც უნდა დაისვას. მაგალითად, ხალბატონო, თქვენ გეკითხება საშუალება? დიახ, კი ბატონო, მითხარით. ყველგან ამბობს, რომ ბადრიბიძეზე არის მოწმე. სინამდვილეში იმ სტატიაში თუ წავიკითხავ, მე რა უფლება მაქვს ბადრიბიძეზე სიტყვებში ეჭვშევით. ანუ შეიძლება მართალსაც ამბობს და ალბათ უნდა ვიყო, რომ არსად არ ამბობს ბადრიბიძეზე და ლევან გაჩეჩილაძეზე. დააკვირდით თქვენ. და მე თუ კითხველებს თუ იმას აჯერა, გადახედეთ კიდევ გაზეთს. არსად ეს ლევან გაჩეჩილაძე არაფერს არ აკეთებს. ლევან გაჩეჩილაძე, ნახეთ რას ამბობს ბადრიბიძე. ერთგან ამბობს, მეო მანო ბერაბიშვილმა მითხრა, რომ 5 მილიონი გაათეთრეო.
ლევანის ვალი გვაქვს, უნდა მივცეთო. მე არ გავათეთრეო. დაგვიყვეთ ლევანი ამ ეპიზოდში არ მონაწილეობს. და ჩვენ ახლა კითხვა შეიძლება გაჩნდეს რომ ბადრების აზრს რომ ეს გაეთეთრებინა შეიძლება სხვანაირად დამთავრებული იყო გახსოვთ მაშინ რა პერიოდი იყო ადამიანებს მიკაზლებდა მეორჯერ ნახეთ რა სამობს პირველად კითხვა ხო დაგჭათ რომ რატო უთხრა ანუ მაინც ბატონ ბადრისა რა ახლა მეორე კითხვა ნახეთ მე პრეზიდენტმა დამიძახაო და აბა გვერდზე ოთახში იყავი ნახე მე ლევანი რას პეტყვისო ორივე შემთხვევაში არ ხდება ჩდაბეჭდილება რომ ბატონ ბადრის ეძახიან იმიტომ რომ ნინო ბუჯანაძის ქმარია თორემ მას თანამდებობრივად არ აკუთვნის არც გვერდზე ოთახში ყოფნა და არც ფულის გათეთრებაზე ზრუნვა და მე მოვიდაო ლევანიო და მესმოდაო რომ ასე გიზამ ისე გიზამ ხო სიტყვა სიტყვით ვაუხტო და მე წავიდაო და მე შევედიო პრეზიდენტთან და პრეზიდენტმა მომცა ქაღალდიო აი ნახე რა წერია რა მომთხოვაო მას არ უწევ რომ მას მე დავინახე ამ ბადიმ მან დაწერა ან ლევანმა ან ვიღაცამ ხომ არის ესე ვთქვათ ისე და ხო ჩვენ თუ აი რა მაგრამ რა მშობა აქვს ბადრი ბიჭოთი რა სტატუსით იყო არა როგორ არ აქვს მნიშვნელობა ის იყო იმ სტატუსით თუ ამბობს ის მართალს რასაც ამბობს ის იყო იმ სტატუსით იქ რომ ეს უნდა მოესმინა უთხრეს რომ მოისმინო და რა მოისმინა რომ ეს როგორც ბადრის დაუჯერებთ ემუქრებოდა რომ გადადექიო მაგრამ მან ნახა რომ ეს ქაღალდი დაიწერა ეს ხო სტატუსით იყო რასაც თვითონ ამას ალბათ თუ ქაღალდს წარადგენენ ავთენტურობა დაადასტურებს ავთენტურობაზე არა ორივე შემთხვევაში ბერგერგები კითხვები ძირითადი კითხვები რა და მე შემდეგ მეორე როდესაც ამას ამობს და ესო დაიწყო აი ძირითადი კითხვები მას პრესიდან რაც უნდა დაისვას არის პირველივე დღეს ყოველგვარი შეკითხვების გარეშე აქ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმე ყოველი შეკითხვის გარეშე ანუ ის კი არა რა სიტყვის ლევან გაჩეცილაძე რომელიც ზუგს უკან თურმე რაღაცა ხდებოდა ვიღაცა შეუნებოდა ფული გაათეთრა ლევანს უნდა მიუტანო სიამოვნებაში მაღალი თანამდებობის პირი თქვენ დაგეთახმებით კი ბატონო რატო იყო ეს სხვა საქმეა ამბობს რომ ერთ შემთხვევაში მონაწილეობდა შინაგან საფრთხეთა მინისტრად საუბრობდა ფულის გათეთრებაზე მეორე შემთხვევაში პრეზიდენტად თამის მიცემაზე ხო ხო ესეა ეხლა ჩვენი კითხვები სადავსვათ ჩვენ ამასთან დაკავშირებით რომ ლევან გაჩეცილაძე ანუ ბატონო ვასილ რომ არ გავწდეთ ძალიან ჩვენი საუბრის თემას თქვენ მიგაჩნიათ რომ ჟურნალისტი ამ შემთხვევაში არასწორად გადასცემდა ამ ინფორმაციას მე ვფიქრობ რომ საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკით საზოგადოებრივ დამკვიდრებული პრაქტიკით ელემენტარული პრაქტიკით ამ მასალას ესე არ დაბეჭდავდნენ ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვდნენ გადამოწმებას და მინიმუმ იმ შეკითხვები ეს მინიმუმი იქნებოდა რაც რამდენად ვიცი ეს მასალა უნდა განიხილოს ქარტიან ასეა არ ვიცი მე ქარტიის ყოველ შემთხვევაში ლევან გაჩეცილაძე მათ თხოვა შეიძლება მაგრამ მე ვიგებთ ნებისმიერ შემთხვევაში აი ეს გადამოწმდებოდა მაგრამ ნუ საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკით ჟურნალისტმა ვერ გაუძლო ახლა რადგან ამ ხრა თანამდებობის პირი ეუბნება და დაბეჭდა მაგრამ ნებისმიერ სიტუაციის დანარჩენი მედია ახლა მე ჭუას არავის არ ვასწავლი ლევან გაჩეცილაძეს კი არ დაუსვამდა შეკითხვებს ამ საქმეს გამოიძიებდა და იტყოდა იმიტომ რომ ლევან გაჩეცილაძე არის ასაკურველი ახლა ჩვენთან ესეა მიჩნეული ადამიანი რეზიდისაა რაც გინდა უთხარი გინდა აიშალოს ნერვები გინდა არა აიშალოს მაგრამ თვითონ ხო უნდა იყოს დადგენილი ეს ხო არ არის ესე რომ ვიცოდეთ რომ გინდა იყოს გინდა არა რაც შეეხება ჟურნალისტთა ქარტიის ეთიკის საბჭოს ძალიან ცოტა დრო გრჩება და მინდა ამაზე თქვენი აზრი შევიტყო არც ისე დიდი ხანია რაც ეს საბჭო არსებობს როგორ ფიქრობთ რაიმე შეიცვალა ამ საბჭოს არსებობით მედია სივრცეში მე ვფიქრობ რომ შეიცვალა ერთი ჩვენ თანდათან არის პრეცედენტი თუნდაც ის რომ ეს საქმე მათ უნდა განიხილონ წესით მე ხარ ვიცი ამას განიხილონ თუ ასევე მოდელირებული ქრონიკა განიხილეს და მათ ახლა ეს უფრო დაჭირდათ თქვა ესე ნუ ფასო გერმანელმა კოლეგებს დაუჭირეს მაგრამ საინტერესო პრეცედენტი ჩემთვის მაგალითად ვიტია და ახლა თქვა ბევრი გამოთქვას პრეტენზიას რომ ესენი არიან პრეტენზიული ადამიანები მეკითხოთ მათ სიამოვნებაში რა თქვა დაადგინეს რაღაც წესები დაადგინეს სხვათა შორის ეს არ წავიკითხეს წესები და ჩვეულებრივი წესებია რაც თვითონ ჟურნალისტიკაში ხლა კაციშვილი ვერ უყურებს და თქვენს რომ ჩვენ მზათავად საზოგადოების წინაშე ავიღოთ პასუხისმგებლობა რომ დავიცავთ ამ კონკრეტულ წესებს ანუ თქვენ შეგიძლიათ რომ ქარტიაზე ხელის მომწერის რატოა მნიშვნელოვანი ის პასუხი მოსთხოვოთ რომ აი შენ ეს რატო დაიცავე ანუ მასთან ურთიერთობა უკვე შეიძლება რაღაც წესების ხდება მან თქვა რომ მე ვთამაშობ წესებით გასაგებია მაგრამ იგივე ნათია კობერიძის შემთხვევაში როდესაც მხოლოდ მას დაეკისრა პასუხისმგებლობა თქვენი აზრით ეს სწორი იყო ანუ მხოლოდ ნათია კობერიძეზე იყო პასუხისმგებლობა მოდელირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით არ არის საჭირო რომ თუნდაც ტელეარხი ანუ დაუშვათ მაგ კონკრეტულ შემთხვევაში იმედი ყოფილიყო ქარტიის ხელმომწერი იმიტომ რომ როგორც წესი ანუ არხის პოლიტიკა მისი სათავიდან განისაზღვრება და არ განსაზღვრავს კონკრეტული ჟურნალისტი ამ შემთხვევაში ნათია კობერიძე. მე შეიძლება რადიკალური არ ვსწრებოდი მე ესე მგონია რომ მე ერთი წუთით არ ვამბობ რომ ვინმე არის არაეთიკური. მაგრამ
ეს ეთიკა ძალიან ფართო ცდება არის ორი სიტყვა. უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ როცა ადამიანი ამბობს რომ მე რაღაც ეთიკას ვიცავ და რაღაც პრინციპებს უნდა არ გეტყვით რა პრინციპებს ვიცავ, ჩვენ მის წინაშე ვარ დაუცველი. ამიტომ მე ვფიქრობ საზოგადოება უნდა გაასხვაოს რომ ადამიანები ვინც ამბობენ რომ მე ამ პასუხისგებლობას ავიღებ და ადამიანები არიან რომლებიც ამბობენ რომ მე ამ პასუხისგებლობას არ ავიღებ და ეხლა ადამიანების თან უნდა განიხილოს ასეთი საქმეები ქარტიის საფრთხე თქვენი აზრით, ანუ იმ ადამიანების ვინც მიერთებული არ არის. მე რადიკალური ვარ უფრო და მე მგონია რომ არც უნდა ადამიანები არც უნდა შეხედონ ეგეთ რაღაცას საერთოდ. იმიტომ რომ ადამიანი თუ ამბობს რომ მე არანაირ პასუხისგებლობას არ ავიღებ შენს წინაშე რას გავაკეთებ და თქვა ადამიანები თუ იტყვიან რომ მე გაგიხეთქავ გულს და გეტყვი რომ ომი დაიწყო და მე გეტყვი რომ ესე გეხუმრე და ენას გამოგიყობ მე მგონია რომ ესეთ არ მაგრამ თუ ასეთი ადამიანი სკანდალურ პროდუქტს მხოლოდ იმიტომ რომ სკანდალია მაინც მიიღებს საზოგადოება იყიდეს წაიკითხავს თქვენ გამორიცხავთ ამას თქვენ ფიქრობთ რომ საზოგადოება იმით განსაზღვრავს იყიდოს თუ არა რაღაცა გაზეთი არის თუ არა თქვათ ქარტიას მიერთებული ამ გაზეთის რედაქცია თუ კონკრეტული ჟურნალისტი არა მე ვფიქრობ რომ იმიტომ რომ საქართველოში ყოველთვის ცნობილია ჟურნალი და გაზეთი სწორედ სკანდალით და სათაურით იყიდება დასაკურველი სკანდალით იყიდება მე ამიტომ ვამბობ რომ აბსოლუტურად პრეტენზია არ მაქვს ამ შემთხვევაში არც დასავლეთთან მაგრამ მგონია რომ უნდა იყოს ნამდვილი კონკურენცია ნამდვილი კონკურენცია არ არის ხელის დაფარება და არც ხელის გაშვება და კრიტიკა მე მგონია რომ სწორედ იმ ჟურნალისტებმა ვთქვათ ვისაც აქვს პრეტენზია და მე გამიგია რომ ესე მუშაობა შეუძლია უნდა გამოიძიონ ეს საქმე და დადონ და ითქვას რომ რა არის მართალი მე გარწმუნებთ ერთ რაზეც ვთქვით რომ მე თქვა ამ საქმის გამოძიებას არაფერი არ უნდა აი ჟურნალისტური გამოძიების ფაქტებში რაც დევს უბრალოდ არაფერი არ უნდა მარტო თუნდაც ეს კითხვები რომ უბრალოდ დაესვათ რომ რატომ მოხდა რომ ორივე შემთხვევაში ბატრიბიძაძეს აყენებდნენ და რომელიც არ არის შემჩნეული თელმა რეგლამენტის რომ მაინც და მაინც დიდ სიახლოვეში ახლა პრეზიდენტთან და რატო უთხეს მაინც და მაინც მოდი შენ მოისმინე ახლა ლევან გაჩაჩილიძე რა სიტყვისო და ლევან გაჩაჩილიძეს აღუშტორი არაფერი არ უთქვამს და წერილი მიუცია არა ეს ხო საინტერესო კითხვებია ძალიან საინტერესო და ალბათ ამ კითხვებს უახლოეს მომავალში არა მარტო ესა დაკვირვებულ მესაჯერაძოს ეს კითხვა მაქვს რომელიც მე მიზანაც ვიდა მოვისვიდე და ამბობენ რომ შერატონშიც ყოფილაო მას არც ერთხელ არ უნახავს მაგრამ მას ყოველდღე ერთგებად გეტყვით თქვენ ბავშვობაში ალბათ ყველა დავდიოდით ცირკში ცირკში არის ესეთი ილეთი აი ამ ხელით რაღაცას მოგაჩვენებენ აი ამ ხელით ფოკუსს აკეთებენ აქ განუწყვეტლივ არის ილუზიასთან გვაქვს აქ საქმე ამიტომ შეიძლება რომ ბატონო ბადრის აქ შეიძლება მაგრამ საბოლოოდ ნებისმიერი ილეთის გაშიფრვა შეიძლება დიდი მადლობა მადლობთ ჩვენი სტუმარი იყო ვასილ მაღლაფერიძე დღეს ამ მდგომარეობით ხვალაც საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს დროებით